მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. ცხადია, ეს საქმე არ დარჩება ქართული მართლმსაჯულების იმედად და მთელი ის პროცედურა, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ პროცედურის განმავლობაში მუდმივად მხედველობაში მიიღებოდა სტრასბურგის პერსპექტივა, სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი ჩართვაც ამ საქმეში, იმისათვის იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი განაჩენის მიმართ არ იყო რაღაც დაფუძნებული ისეთ შეხედულებებზე, რომ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. გიორგი ბაჩიაშვილმა პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა არავითარი იმედი სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, თუმცა მოსამართლემ პირველივე სხდომაზეც არ ისურვა, რომ მოესმინა მისი ამ ლეგიტიმური წუხილის, ლეგიტიმური შიშების შესახებ და რეალურად დიახ, მთელი ეს პროცედურა მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა იყო თუ არა სამართლიანი, საქმის სამართლიანი განხილვა ზოგადად ფასდება საბოლოო ჯამში პროცედურის დასრულების დროს, ანუ ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, არა მხოლოდ გამოძიების დაწყებით, არამედ დღევანდელ დღემდე არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ეს პროცესი, ამ პროცესს არაფერი არ ჰქონდა საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბაჩიაშვილს წაერთვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამიტომ შესაბამისად აქ არის შესაბამისი პროცედურები უნდა მოხდეს მათი ამოწურვა ქვეყნის შიდა ინსტანციებში და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მიმართვა. ეს მინდოდა მეკითხა, რა პროცესს გაივლის ახლა დაცვის მხარე და ბაჩიაშვილი სანამ ევროპულ სასამართლოში წავა? დიახ, აქ არის ორი ტიპის შესაძლებლობა. პირველი, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არ იმყოფება საქართველოში, ის არის ძებნილი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი არის, რომ მისი განაჩენი გასაჩივრდეს იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ამის სურვილი შიდა ინსტანციებში, ან მეორე შესაძლებლობა არის, თუ კი ის დაბრუნდება საქართველოში, შემდგომ მოხდეს გასაჩივრება. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ამაზე გვექნება შემდგომში მსჯელობა ერთობლივი, გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის შესახებ, რომ გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ უზენაეს სასამართლოში და ამის შემდეგ იქნება გახსნილი გზა იმისათვის, რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმ ვადაში, რომელიც კონვენციით არის დადგენილი. ბატონო დავით, აი მაყურებლისთვის რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს, ეს არ არის უცნობი საქმე საზოგადოებისთვის, პირიქით საკმაოდ ნაცნობია ეს საქმე და აბსურდულობის ნაწილიც, რომელზეც უფლებადამცველები საუბრობდნენ, მათთვის კარგად ცნობილი ამბავია, გულისხმობ მარტივად რომ თქვა სესხად გაცემულ ფულს, რომელიც შემდეგ გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ ინვესტიციად გაესაღებინა. რა მტკიცებულებები ჩაიდება, რა მტკიცებულებები მოგროვდა ადამიანის ევროპული სასამართლოში წარსადგენად თქვენს მიერ? მტკიცებულებები არის როგორც დაცვის მხარის ცხადია, ასევე არის ბრალდების მხარის, თუმცა თუ კი ვისაუბრებთ მტკიცებულებებზე, რომლებიც უკავშირდება წერილობით ნაწილს, წერილობითი მტკიცებულების სახით არსებობს მხოლოდ სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ადგილი ჰქონდა სესხის ხელშეკრულებას და არავითარ ინვესტიციის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. ამის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს აუდიო ჩანაწერი, სატელეფონო ჩანაწერი, რომლის თაობაზეც მივიღეთ და საქმეში დევს გერმანელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საუბარში მონაწილეობას იღებს ბიძინა ივანიშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი. ეს საუბარი შემდგარი არის 2015 წლის 30 ივლისს, ანუ იმ დღეს, როდესაც გადაწყდა ბანკის მხრიდან მისთვის სესხის გაცემის საკითხი, ხოლო ამ საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილი და ბაჩიაშვილი საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ სესხის თაობაზე და არავითარ ინვესტიციაზე. შესაბამისად, ეს არის, რა თქმა უნდა, ასევე ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდესაც ამის დრო მოვა, თუ კი შიდა ინსტანციებში ვერ მოხდება გამოსწორება იმ დარღვევების, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მაყურებელს უნდა უთხრათ,
რომ სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობს პირი არის თუ არა დამნაშავე მის უდანაშაულობის ნაწილთან დაკავშირებით, მსჯელობს დაერღვა თუ არა მისი უფლებები. საგანი, არამედ მსჯელობს მისი პროცედურული უფლებები, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და არა მხოლოდ ეს უფლება, მინდა გითხრათ, რომ არის დარღვეული არა მარტო გამოძიების ინიცირებით თავის დროზე, იმიტომ რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე წარმოადგენს უბრალოდ ერთი პირის, რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტები და ამ საქმეშიც ასევე ეს დადასტურებული იქნა არა მხოლოდ პროკურატურის, არა მხოლოდ სასამართლოს მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულებით საგამოძიებო ინტერესის მიმართ და ამ ადამიანის ინტერესის მიმართ, არამედ ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან. ამიტომ დარღვევები არის რა თქმა უნდა საგანგაშო, სწორედ ამიტომ იყო გიორგი ბაჩიაშვილი თავიდანვე საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, ანუ საქმის ინიციატორის ფაქტორის გათვალისწინებით, მისი გავლენის გათვალისწინებით, მთლიანად სახელმწიფოზე და ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მიტაცებულ სახელმწიფოზე, არავითარი ილუზია არ შეიძლება და ყოფილიყო, რომ ნამდვილად მართლმსაჯულება განხორციელდებოდა და მთელი ეს საქმე არის დასტური იმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნა გამოყენებული სწორედ ამისათვის. ადგილი ჰქონდა დაშინებას, ადგილი ჰქონდა კონკრეტული ინტერესს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი და მან ამის შესახებ ისაუბრა არაერთხელ, საშიში გახდა მისი შეხედულებების მქონე ადამიანი იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც მას ჰქონდა, იმ ხელისუფლისთვის, რომლისთვისაც პრობლემას წარმოადგენს ამ ქვეყანაში დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. და შემდგომში უკვე, როდესაც გაიმართა პირველი, მეორე, მესამე სხდომა, ეს დარღვევები უკვე თვალსაჩინო იყო, ეს გამოიხატა მათ შორის სხდომების დახურვაში და ამ სხდომების დახურვის დროს, ნაწილობრივ დახურვაში უკავშირდებოდა ეს სხდომების დახურვა სწორედ ბრალდების მოწმეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაში, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მათ ვერსიას წარადგენდნენ იმგვარად, რაც საჭირო იყო სწორედ გამოძიების ვერსიის დასასაბუთებლად, მიუხედავად იმისა, რომ თანხმედრაში არ არის საქმის მასალებთან, რომლებიც უთყუარად ადასტურებს გიორგი ბაჩიაშვილის უდანაშაულობას და ამას ჰქონდა ერთი მიზანი, რომ ფარული მართლმსაჯულება განხორციელებულიყო, იმიტომ რომ თავარი რაც საზოგადოებას აინტერესებდა და თუ კი ვინმეს ამ საქმის რაღაც შესახებ ინფორმაცია უნდა რომ გაიგოს, პირველი წინადადება, რასაც იტყვის, არის ის, რომ ეს ურთიერთობა, სამართალ ურთიერთობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონ გიორგი ბაჩიაშვილს შორის იყო დაკავშირებული კრედიტთან, თუ იყო დაკავშირებული ინვესტიციასთან. სწორედ ეს ნაწილი, რომელიც მოწმეების ის ნაწილი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გაეკარწყლებინათ როგორმე ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს, ეს არის ძალაში არსებული დოკუმენტების სესხის გაცემის თაობაზე, სწორედ ის, რომ საზოგადოებას არ გაეგო ეს ინფორმაცია, ამიტომ მოხდა სხდომების დახურვა, ამიტომ მოხდა დისტანციურად დაკითხვა და ასევე სხდომების დაკითხვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამბავი გარეთ მაინც გამოვიდა. საზოგადოება მოისმინა ივანიშვილის ხმაც მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რეალურად თანხა იყო სესხი ქართულ ბანკიდან აღებული და ასევე ნახა საქმეში არსებული მტკიცებულებები გულისხმობ სასესხო ხელშეკრულებებს და ასე შემდეგ, რომელიც საქმეში დევს. ამის მიუხედავად გადაწყვეტილება მოვისმინეთ ჩვენ თუმცა მე სულთა უფლებრივი თვალსაზრისით ვამბობ ამას, მაკა. თუ სულთა უფლებრივი თვალსაზრისით ვამბობ, იმიტომ რომ გარეთ რომ რაღაც ინფორმაცია გამოვიდა, ეს არ აკომპენსირებს ბრალდების უფლებას, რომ მისი საქმე საჯაროდ იქნეს გახილული და ასევე საზოგადოებრივი ინტერესი. რა თქმა უნდა, გეკითხებით იმას, გადაწყვეტილება დღეს ჩვენ ვნახეთ, ისეთი როგორიც ვნახეთ, 11 წლიანი პატიმრობა და ეს არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლის წარმოებაც ივანიშვილმა ლის ხელისუფლებამ დაიწყო მისი ერთ დროს ძალიან სანდო ადამიანის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ საუბრობთ და თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, არაერთი აუდიო თუ ხელშეკრულება, რომელიც ამტკიცებს ამბავს იმის შესახებ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მე ამას თქვენ გეკითხებით არა როგორც მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს, არამედ როგორც დიდი ხნის იურისტს და გამოცდილ მოხელეს იუსტიციის სამინისტროში. რა ეწოდება ამას ბატონ დავით სამართლებრივ ენაზე?
დიახ, მე მესმის აბსოლუტურად ამ შეკითხვის არსი და ცხადია, როდესაც საუბრობთ ან ვეხები დღევანდელ განაჩენს, აქ მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა, არავის არ ქონია ილუზია იმის, რომ რაიმე სხვა სახის განაჩენი იქნებოდა დამდგარი და შესაბამისად ვინაიდან მოლოდინი სხვა არ ყოფილა, იმედგაცრუებასაც ადგილი არ ქონია სამწუხაროდ. ეს არის თუ უფრო ფართედ შევხედავთ ამ ყველაფერს, ეს არის ჭაობი, საიდანაც უნდა ამოვიდეთ, იმიტომ რომ გამრუდებული მართლმსაჯულება შეეხო არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილს, არამედ მას აქვს განსაკუთრებულად მძიმე, ესე ვთქვათ, გავლენა უკვე საზოგადოებაზე. ეს არ არის ცალკეული ინციდენტური შემთხვევები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ბოლო 2 წელი, განსაკუთრებით ბოლო 1 წელი და ეს ბოლო თვეები ატარებს სრული სიგიჟის თამამად შემიძლია თქვა ეს სიტყვა, სრული სიგიჟის ხასიათს, იმიტომ რომ დღეს ახლა საქალაქო სასამართლოში როდესაც ვიმყოფებოდი და თქვენ ახსენეთ რამდენი პროცესი ტარდებოდა, ეს აბსოლუტურად არანორმალური პროცესი არის. შეუძლებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლება არ ზრუნავდეს საზოგადოებრივ სიმშვიდეზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ რიტმზე და ეს არ არის ნორმალური რიტმი, ეს არ არის დიდი კორპორაცია, სადაც მაგალითად მოსამსახურეები, თანამშრომლები, ადამიანები მიდიან სამსახურში, სადაც ბიზნესი ტრიალებს, არა? როდესაც შეხედავ ამ საქალაქო სასამართლოს, გეუფლება მართლაც რაღაც და ისეთი განცდა, სიგიჟის განცდა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები დგანან რიგში იმისთვის, რომ იქნენ დასჯილები და ეს პროცესი უბრალოდ ქმნის იმდენად მძიმე გარემოს ქვეყანაში, რომ მე არ მგონია, რომ ამ სიტუაციით ვინმე, რომელიმე ადამიანმა, მათ შორის ისინი, ვინც თქვათ, შეიძლება ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს, რომელთა რიცხვიც მე მგონია, რომ გაცილებით ნაკლები და ნაკლებია დღითი დღე, ან თუნდაც ხელისუფლება საბოლოო ჯამში გამოვიდეს გამარჯვებული, იმიტომ რომ ეს არის ეროვნულ ხასიათის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც მასიურად ხდება ადამიანების, როდესაც მასიურად ხდება სამართლის გაუკუღმართება და ადამიანების მსჯავრდება იმისათვის, რომ ისინი წარმოადგენენ targets, ისინი წარმოადგენენ, ესე ვთქვათ, პიროვნებებს, ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების ან ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლებისთვის არიან მიუღებელი. და ბატონ დავით, დღეს, როდესაც დღევანდელ პროცესს რომ დავუბრუნდეთ, განზრახი ქმედებით საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულება თავიდან აირიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. ეს არის პატარა ამონარიდი მოსამართლის პასუხიდან, რის გამოც მან არ მისცა ბაჩიაშვილს დღეს სიტყვის თქმის უფლება, ბოლო სიტყვის უფლება ამ პროცესზე. რამდენად შეესაბამება ეს სამართლებრივ დასაბუთებას, რაც ჩვენ მოსამართლის მხრიდან მოვისმინეთ, ეს ერთი და მეორე, რა დარღვევებზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რომელიც იქნება მტკიცებულებად წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შესაძლებელია, რომ ეს დარღვევები პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლად გამოიყენოს გიორგი ბაჩიაშვილმა? მოდით ესე ვთქვათ, მე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მისგან ესეთი მოთხოვნა იქნება, არ იქნება თუ რა, იმ პირობებში, როდესაც პირი ვერ მიიღებს მართლმსაჯულებას იმ ქვეყანაში, სადაც ის იდევნება, ესეთი შესაძლებლობა მას აძლევს ნებისმიერ პირს, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილს, უფლებას იმისას, რომ მოითხოვოს თავშესაფარი სხვა რომელიმე ქვეყანაში. თუმცა აპირებს თუ არა ამას არ იცით? პირველი ნაწილი თქვენი მდგომარეობდა. თუმცა აპირებს თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თქვენ არ გაქვთ? გეტყვით. ჩვენ ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე გვაქვს კომუნიკაცია ცხადია ერთმანეთთან, მაგრამ ამ თემაზე არ შემიძლია, მე არ მაქვს ინფორმაცია, ვერ მივაწოდებ საზოგადოებას რაიმე სახის ინფორმაციას. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელიც თქვენ დასვით, იცით, ჩვენ მე ვსაუბრობდი უფლებების დარღვევის მთელ რიგ კასკადზე, ესე შეიძლება ითქვას, რომლებიც
რომლებსაც ქონდა ადგილი ამ პროცედურის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას ის მინიმუმი მაინც არ მისცეს შესაძლებლობის, რაც გულისხმობს საბოლოო სიტყვით სარგებლობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამაზე, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული სხვა პროცედურების განმავლობაშიც. მადლობა, ვუსმენდით დავით ჯანდიერს, გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი უფლებადამცველი იყო.